ძველი წელთაღრიცხვით მე-4000 წლებში დედამიწაზე პირველი სახელმწიფოები შეიქმნა. რითაც კაცობრიობის ისტორიაში პრეისტორიული ხანა დასრულდა და ცივილიზაციის ხანა დაიწყო. პრეისტორიული ხანის დასრულებასა და ცივილიზაციის დაწყებას თან ხვდება არქეოლოგიური პერიოდიზაციით ქვის ხანისა და ენეოლითის დასასრული და ბრინჯაოს ხანის დასაწყისი. ამგვარად, კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადავიდა, როგორც ახალი მასალის აღმოჩენისა და გამოყენების, ისე საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით. ცივილიზაციის დამახასიათებელი მრავალი ნიშანი არსებობს, მაგრამ პირველყოფილი საზოგადოებისგან ძირითად განმასხვავებელ ნიშნად მეცნიერები ქალაქების, სახელმწიფოებისა და დამწერლობის არსებობას მიიჩნევენ, თუმცა შესაძლოა არსებობდეს სახელმწიფო დამწერლობის გარეშეც. ამ შემთხვევაში პრეისტორიული ხანა დასრულებულია და ყველა მოცემულობით თუ სახელმწიფო შეიქმნა, ესე იგი პრეისტორიული ხანა დასრულებულია. პირველი სახელმწიფოები ერთ გეოგრაფიულ სარტყელში მდინარეების სანაპიროებზე აღმოცენდა და ესენი იყო ეგვიპტური, ნილოსის მიდამოებში, შუამდინარული ტიგროსისა და ევფრატის, ინდური, ინდისა და განგის, ჩინური, ხუანხესა და იანძის აუზებში. მდინარეებს იმდენად დიდი წვლილი მიუძღვის ამ ცივილიზაციების არსებობასა და განვითარებაში, რომ ხშირად მათ სამდინარო ცივილიზაციებადაც მოიხსენებენ. მდინარეები ხელს უწყობდა მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწების მორწყვას, ვაჭრობის განვითარებას, მათი საშუალებით გაადვილებული იყო კომუნიკაცია ამ დიდი მდინარეების აუზში მდებარე რეგიონებს შორის. ეს იყო სააბიტურიენტო თემის პირველი საკითხი, დაელოდეთ შემდგომ საკითხს, ხოლო თუ ჩემთან პირადად მომზადება გნებავთ, მომწერეთ პირადში.